მოგესალმები ჩვენო მეგობრებო ისე გამოსწავლე ხო ბატონო გამოდის ხო იცის მაგარი კაცია მოგესალმები ჩემო მეგობრებო ამჯერად ბათუმიდან გავაჟღერებ ჩვენს ლაივს აგე ვიღაცა პარაშუტით მიფრინავს რომ გაწყდეს ახლა ის და ჩავარდეს არ არის ისე მოკლედ დღეს ჩვენ რაზე გვინდა ვისაუბროთ დინო განვანათლოთ ჩვენი მსმენელები ჩვენ არა ჩვენ კი არ უნდა განვანათლოთ ჩვენ უნდა ვწიოთ შემეცნება რა გავიღმაოთ შემეცნება უპირატესობა უნდა ვიმაღლოთ და საკუთარ სიტყვებსაც დავუფიქრდეთ და ვიმუშაოთ ჩვენს თავზე რა და ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვიტყვით ხოლმე რომ ვა ეს მე ვთქვი გავაცებულები ვარ საკუთარი თავით ხო კი ეს რაზე გვინდა ჩვენ საუბარი ეს არის მეგობრებო 23 რიცხვი ამ 23-ს რომ შევკრიბავთ მთლიანად დღევანდელ თარიღს ისე ვიღებთ 23-ს. ხაცაკერო დაყორიცხები და მივუმატოთ. გამოდის 23 აგვისტო 08-2026. ისე ვიღებთ 23-ს. ანუ დაბადების ნახევარი. ანუ გუშინო ჩაგვეწერა ლაივი, ვერ ჩავწერეთ. ყველაფერი ისე ვერ დავამტყვით. დღეს, короче, ისე იგივე ხდება რა. 23-ში უნდა გააკეთო 23-ს. ხო და რატო ახლა გუშინ იყო 22, ხო იყო და 22 არის 22 არის განი და განი. ხო. და დღეს არის განი და ბანი. ხო. ანუ განბანა. განბანი. გუშინ ჩვენ კი ჩავატარეთ განბანა, მაგრამ ნამდვილი განბანა ახლა იწყება. ხო, ანუ აზროვნების განბანა. ცნობიერების განბანა. ას მუტაციაო თუ რაღაცას ვისახსოვე. მოკლედ შედიება შენ იმაში რა საკითხებზე გვინდა ესე იგი პირველი საკითხი იყო ესეთი თუ არსებობს იესოს რწმენა რომ იესო ნამდვილად არსებობდა როგორც პიროვნება მაშინ გამოდის რომ ებრაელთა ღმერთიც რომელიც გაჟღერდა რომ ეს არის ადონაი იახვე თუ ცაბაოთი რაღაც არის ისიც რეალობაა იახვე ახლა თუ არის ხვეია ანუ რა გამოდის სხვა ისეთი თქმა მინდა აი დღეს ხო არის რომ იესოს თუ აღიარებ ჩვენი ღმერთი იესოა და სხვა ჩვენ არავინ არ გვაქვს იესოს გარდა სხვა ღმერთი არ გვწამს არ გვჯერა სხვა ღმერთი სხვა არის ალგომის ტროპარებში რა თუ იესოს გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს ეს თვითონ იესოს უპირისპირდება იმიტომ რომ თვითონ ის იესოა ის ძველი აღთქმის ღმერთი სამათი გაგებით რომელიც იქ წვავდა ცეცხლში ხო რა ესეთი მაგრამ უყურე თუ ვიცახით რომ სხვა ღმერთი არ არსებობდა, ისა რა ქვია, თვითონ იესო არ ეუბნება. აი იმათ რომ თქვენი ღმერთიო, ანუ ჩემი თუ როგორ ეუბნება? თქვენი ღმერთი ჩემი ღმერთიც არის. მამა თქვენიო, მამა ჩემიც არის. თქვენ რომელსაც ღმერთს ეძახით, მამა ჩემიაო. არ იცნობთ, ხო? მაგასაც ეუბნება, მაგრამ იმასაც ეუბნება, მეც მიცნობდა მამა ჩემსაც, იცით საიდან მოვედიო. მაგრამ იმასაც ეუბნება, რომ თქვენ რომ იცოდეთ მამა ჩემიო, ჩემი თავი გეყარებოდათ. ანუ ისინი ფაქტიურად კი იცოდნენ იესო, რომელიც მამისგან იყო მოგზავნილი, მაგრამ ესენი იმ მამას არც ემორჩილებოდნენ. ტყუილის მამა რატო ექვია ეშმაკს? ის ძალიან კარგად იცნობს ღმერთს, მაგრამ ის არანაირად არ მისდევს იმ ღმერთის მცნების მიხედვით არ ცხოვრობს, როგორც უნდა იცხოვროს. აი მაგალითად სემიაზე და აზაზელი, რატო დაისაჯა. იცოდნენ რომ არ შეიძლება თქვა ქალებთან ურთიერთობა. ადამიანმა გააკეთეს ესე რომ короче წავიდა მამის წინააღმდეგ. აბა მე ის რომ ახსოვს ან თქვენი ღმერთი ის არისო რაღაც იერუსალიმის ბაზარს იხსენიებს ხო ეგ იხსენიებს როგორც ეშმაკს. იუდეველთა ღმერთი ეშმაკი იყო. კარგი მოკლედ აი და ხე უცხლებდა არა არ გინდა არა ხელში მიჭი არ გინდა ეგ როცა ეუნება იუდეველებს, ეს არ ეუნება მუდმთავრებს, ფარისევლებს, იესო ქრისტე. ხო. იუდეველებს იმიტომ ეუნება, რომ ისინი საკუთარ შვილებს წირავდნენ ბაალს. ხო. და კეთილთაყვანისმცემლობაში იღებდნენ მონაწილეობას, ანუ არეულები იყვნენ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებში, მათ რწმენებში. ამიტომ ეუნება, რომ მამა თქვენი, რომ მამა ჩემი იყოს, ჩემი თავი გეყარებოდათ, რადგან რაც მამა ჩემთან მოვისმენო, ანუ იახვესთან, ის გაუწყეთ. სამების მიხედვით იახვე ხო არის იესო ხო წერენ მაგას ხო და შენს გარდა სხვა ღმერთი არ გვივისო აქედან მოდის ეს მართლმადიდებლური რწმენა ხო გამოდის რომ იესოს რწმენით მტკიცდება კიდევ ერთხელ რომ იახვე რეალური პიროვნებაა და ებრაელთა ღმერთი არ არის ლეგენდა ანუ რეალურად არსებობს ხო ეს იმას ნიშნავს რომ იესოს რწმენით ჩვენ ვაღიარებთ იუდეველთა ღმერთ იახვეს
ავტომატურად. აბსოლუტური იაღოველები გამოდივარ ჩვენ. ავტომატურად. და არა ის იაღოვა სექტაროა და დარბაზი, ისინი მოწმეები არიან. იაღოვას ამოწმებენ რომ წერია, მაგრამ მართლმადიდებლობა რა გამოდის, იცი, იმენა იაღოვლობა გამოდის. იაღოვას მიმდევრობა გამოდის, განა იაღოვას მოწმეობა გამოდის რა. იმენა ადასტურებენ რომ იესო იახვე არისო. აგერ მე არ ვიგონებ შეგეძლია YouTube-ზე ჩაწერო და პირდაპირ არის ეს. ნუ იესო არის იახვე რა. ძველი ათმის ღმერთი. ნახე შენ ისო უკრეში ჩართოშა ლაივს და ის და ნახე როგორ ისმის. კი რა ვიღო. აი. ლუკას ახარება 18 თავის მერვე მუხლში. იესო ამს ესეთ რაღაცას. როდესაც მოვა ძე კაცისა, პოვებს კი რწმენას ამ ქვეყნათო? წარმოიდგინე ხარ რა? რწმენას თუ ვერ პოვებს, სად გამოდის? შენ მიხვიდოდი იქ, სადაც არ გელოდებია. სადაც შენი რწმენა არ აქვს. დაბრუნდებოდი იქ, სადაც შენი არჯი რა და არავინ არ გელოდება? მიხვიდოდი იმ სახში, სადაც არავინ არ გელოდება და შენი დანახვა არ უხარიათ? არა ხო? არა, იესო ამბობს ესეთ რაღაცას. როდესაც მოვა ძე კაცისაო, პოვებს კი რწმენას ამ ქვეყნათო. და თუ რწმენას ვერ პოვებს, სად მოდის, ხო? თუ ვიღაცა გადაარჩინა, აი ხო იძახია რომ იესო გადაგვარჩინა. ყველა გადაარჩინა აბსოლუტურად. ის სოდულებისთვის მოკვდა, ის შენთვის მოკვდა. ისე რა ქვია, ნამუსზე გაგდებენ და მიდი რაღაც გაყვედრათ. შენთვის მოკვდა იესო რა. სულ მე მეკითხებოდა რა შენთვის კვდებოდა. შენთვის როგორ მოკვდა? ჯერ საწერია რომ იესო ქრისტე ადამიანთა წოდების გამო ადამიანის შეფულან შეწელული იყო იმ ძველი აღთქმის ღმერთს, საკუთარი თავი რო შეწირავ. საწერია. საკითხზე ხო ჩვენ ხო ვისაუბრეთ გუშინ რომ ისა რა ქვია. ანუ ნახე თუ ჯერ სხვა თემაზე საუბრობთ, როგორ გადაიყვანოთ. არა, თქვი. ანუ ნახე ის თუ ჩვენი გულისთვის მოკვდა, ანუ ცოდვილების გულისთვის არ მოკვდა, ანუ რა ხო, ესე გამოდის ყველასთვის მოკვდა რა. თუ ყველასთვის არ მოკვდა, მაშინ როგორ არის გადარჩევა? ანუ ნახე რას ვსახე? თუ ვიღაცა გადაარჩინა რწმენას როგორ ვერ პოვებს რა? და თუ რწმენის garaშე დაიღუპება ვიღაცა, ვისაც იესოსი არ წამს და უკვე ცოდვილია იმისა, რომ იესოს თუ არ წამს უკვე ცოდვილი ხარ, მაშინ გადარჩენა საყოველთაო არ ცელდება. იმაზე არ ვცელდება, ესე გამოდის და ესე გამოდის, რომ ყველასთვის არა. ყველასთვის როგორ მოკვდებოდა, კაცო, ავაზაკი აგინებდა, მეორე ავაზაკმა მომიხსენებოდა. ის მეორე შეიყვანა და ეს დატოვა, ხო. კაცი რა, ხო, არ დაიღუპავს მამაო, ვინმე დაიღუპა. ვიღაცა არ მოსწონს, მოიშორებს თავი. ეხლა ნახე შენ, აი ეს რომ გავამყაროთ, აი პროსტა სიტყვების მაგია რა და უფექტი რას გეუნებიან რა. ქრისტე შენთვის მოკვდა. აი მე ვინა ვარ ცოდვილი, ხო? კაი, ესე ქრისტე ცოდვილებისთვის მოკვდა. ლევან კვირადღეს ღმერთი ისვენებსო? არა, კვირადღეს არა, შაბათ დღეს დაიშვენა, გუშინ დაისვენა. იმიტომ ვერ ჩავწერე ლაივი, რომ გუშინ ისვენებდა იახვე და დღეს ძალა შეგუბატა. არის ძალა. ხო. დავასვენეთ გუშინ. ხო, დაისვენა, ეთქობა დაიღალა უფლი წასხდა საკუთარ რა ვიცი. მე 7 დღეს რა შექმნა ღმერთმა და არც არაფერიო და 7 დღე ქმნიდაო, კაცო, ერთი თეოლოგი იძახს ვიღაცა. 7 დღე ქმნიდაო და ბოლოს რა შექმნაო და ადამიანო და რომელ დღეს შექმნა? მე 6 დღესო. მე 6 დღეს თუ შექმნა, მე 7 დღეს როგორ ავო? 7 დღე ქმნიდა, რას ქმნიდა 7 დღე? ხო, 7 დღე. მე 7 დღეს დაისვენაო და რასგან დაისვენა, კაცო? ის ამბობს მამაჩემი დღემდე აკეთებს და მეც ვაკეთებო და ესე იგი მამამის არ გაუჩერებია შემოქმედება. დაისვენა რას ქვია, კაცო? ხო, სულ დინამიკაა და სულ განვითარება არ არის. აგე ენოქის წიგნში 10000 სამყაროზეა საუბარი. საიდან ეს? ეს გონია ეს ერთი სამყარო შექმნა და დაისვენა? და იმით კმაყოფილდება ეხა რომ ჩვენ გაკვირდება იქ და ზეციდან იმზირება მისი კუთუთოებიო. ამოწმებენ ადამიანის შვილებს რომ ვიღაცა გვაკონტროლებს. კამერებია ჩართული. კი, აბა, ის მეთვალყურეობას მაქედან მოდის ეხა ის მეთვალყურეები ჩამოვიდნენ ვიღაცები კონტროლებით. ჩვენი ყველა ისინი დაჟე იწერენ რომ არ დაავიწყდეთ. ხო, ციგნი ხო, ყველას თავის ციგნია. იწერენ არ დაავიწყდეთ. არა, ყველას თავის ციგნია. იქ ახვალ არ დაავიწყდეთ, კაი, იგი გასე. შენესწრებდა. გაბეჭდილია, ხო. ეხლა ნახე შენ უყურე. თუ ის გწამს რომ იესომ გადაგვარჩინა, მაშინ ვისაც არ წამს, ისიც გადაარჩინა? აი არ წამს რა, ვაფშე იესოსი რა ნაირთუნდა. იესოსი თუ ვიწამე, მაშინ ებრაელთა ღმერთის უნდა ვაღიარო, იახვე. ავტომატურად, იმიტომ რომ გადამოვლია. ძველად მას გაწევდა იესოს უამყოფელი გამოდიხა. და მე თუ იესო ქრისტეს ვაღიარებ და ვამბობ რომ ის არის ჩემი ერთადერთი ღმერთი და ძველი აღთქმის ღმერთი და აბრაამის ღმერთი, მე გამოდივარ ებრაელი ავტომატურად. არანაირი მართლმადიდებელი ქართველი მით უმეტეს არ გამოდივარ. ვარ ებრაელი. ლოგიკურად. ლოგიკასაც თავი დავანებოთ რა.
ხო, ანუ ლოგიკურად აი წიგნი რო დაწერო, აი ეხა მე შენთან რომ მოვიდა საუბრო ეგრეა. ლოგიკურადაც ეგრეა, კაცო და ისედაც ეგრეა. შენ ეხა მე არ გაძლებ რომ დამეთახო ამიგე? ჩვენ საუბრობთ რაღაცას, ეხა შენ რატო უნდა დამეთახო რა? დებილი ხარ ახლა რომ გატყუებ და ვერ მიგიხდე. ხო, ანუ თუ არ გეთახმები რატო უნდა მითხარი რომ სო დავაი დავხვე და აღარ ნახო, მაგრამ ესენი ახლა რასაც სწავლიან უყურე. იესო არისო იახვეო რა. იესო როგორ არის იახვე? თუ იახვეა, გამოდის რომ მართლმადიდებლობა დღეს რასაც ქრისტიანობა ქვია, აი ეს ქართველობა, ხო? იმენა ებრაელები არიან სულ ყველანი რა. კაი, ეგ ჩავშალოთ ახლა ეგ თემა, რომ გასაგები იყოს ყველასთვის, ანუ რატო, ანუ კიდე კარგად ახსენი, რომ ანუ იესოს თუ აღიარებ, რატო აღიარებ, ისევ პირველ რიგში იმიტომ ანუ აპრიორში რატო აღიარებ იმას, რა ქვია, იახვეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ იესო ქრისტე ამბობს, რომ მოსემ ჩემზე დაწერა, თაბორის თაზე მოსე და ელია გამოეცხადა, მოსეს და ელია იახვეს ძალით ხალხს წვავდნენ. მოსე ქოლავდა და წვავდა, აგ ლევიანთა წიგნი წაიკითხე რა წერია? ხო. ბოზოფით თუ თავი შეერწყვინა ღვთის ქალიშვილმა ცეცხლში დაწვდო. ხო. მე ლევიანთა წიგნში აწერია, ქალიშვილიო, დედამისთან ერთად ცოლად არ მოიყვანო. ხო, მართლა ეგრე წერია. და ეს იყო იესო? ეგ ხუთჯერ კითხე, ანუ გახსოვს რას ნიშნავს დედასთან ერთად არ მოიყვანო, ანუ რას ნიშნავს? ქალიშვილო დედამისთან ერთად ცოლად არ მოიყვანო და თუ ამის გამკეთებელი არის ვინმე კაციო, ის კაციც ამ ქალებთან ერთად ცეცხლში უნდა დაიწვასო. სისაძაგლე იქნება უფლის თვალშიო და ასე აღმოფხვრ მოროტება შენი ერიდან. ლევიანთა წიგნში წერია, ხო, ჩვენ ხომ ნახეთ ეს მოხდა. მაგიტო გითხარი ის მოხრი უნდა იმას აკრამეთ გამოწერ. ნუ რავი, თუ რაღაცა აქ ჩავაგდები რა პრობლემა. ბიჭო და თან საინტერესო რა არის იცი? ამას რო ეუბნება, ესე იგი ამას აკეთებდნენ. გამკეთებლები იყვნენ, რა? ხო და ამის გამკეთებლები თუ იყვნენ, პახოვდურ ჩეულიერი როგორ ღარიან, გამაგებინ. ბიჭო, აი ადამიანს რომ მაგას მიმართავ რომ ისა ქალიშვილი გოგო დედამისთან ერთად არ ჯერ ერთი რომელი ქალიშვილი გაყვებოდა ამას ცოლად დედამისთან ერთად შეენაცვლებოდა თუ ეგრე გამოდის ავანტყოფის დაწერილი არის, ხა ის ნორმალური ამას როგორი და მით უმეტეს ღმერთი წერს ამას. ღმერთი აუბნება ამ ერთ თან თავის შეუძლებს, რომ ქალიშვილი გოგო დედამისთან ერთად ცოლად არ მოიყვანო. მე თუ გააკეთებ მაგას, ცეცხლში უნდა დაიწვასო. და ამას მოსე აკეთებს, ეს ერთი პრიკინ დაფიქრდი ხა, იესო და მოსე და ელი, ან მაგათი ღმერთი ხო აი იესო. ახლა რებს ამბობს. მე ელი რას აკეთებს? ნახე მე-24 მეფეთას პირველ თავში. მე-12 მოგში. აი მე თუ ღვთის კაცი ვარო ეხლა ჩამოვარდეზო ზეცინა ცეცხლიო და შეგწვასო რა შენს და შენი 50 კაცო და უცბად გაიხსნა ციდაზე და შეწვაეს და ო ჩამოვარდეს შებრაცა მიზანს არ ააცინა აბა პიტაპი მიზანში გააცხა მიზანს არ ააცინა შებრაცა მე რა ღვთის კაცია კაცო ელია ღვთის კაცია ზეცინა ბრაწავს ხალხს 50 კაცი ხუმრები შენა ზეცინა ცეცხლში შეწვას თან ისე რომ კაროჩე ძრებიც არ და შეგიდე ბურდღარიც არ და ჯერ ეგეთი რაღაცა ღმერთს არ ატონა ბაბა რავი, ნუ აი. ვაფშე ვინმე რატომ უნდა თან ეს არის იესო. უმეტეს ღმერთმა. ეს იესოა მართლმადიდებლები ეძახიან. მოდი ახლა და შენ ახლა ამას რამე რეალურზე და იმაზე ებაზრე რა. წარმოვიგენე ტიპები რა დონის იმაში არიან ნირვანაში. ხო. აი ეს როჯერა. ეხლა ნახე შენ კიდე უყური იესომ გადაგვარჩინა, ხო? ხო. ჯერ გადასარჩენი რა გჭირს? რა ნაგვეთყობა გადარჩენილების და დაუშვა და გადაგვარჩინა. დაფიქრდი ხა პროსტა რა. ლაჟავრა თქვა გახსოვს გუში. ეს თუ გადარჩენაო, მე პირიქით მინდა დამღუპეთო. დაღუპობიდაო ხო რა, დაღუპულები არა ვარ რა არის ხა. ნახე უყურე ვისაც არ წამს იმას, მაშინ მათი გადარჩენისთვის როგორ მოკვდაო. თუ ავტომატურად იესოს არ წმენა ითვლება ცოდვილობაში, მე ხო ისედაც ცოდვილი ვარ. აი არ წამს იესო და ის უკვე ცოდვაში მეთვლება ხო არის? ხო. და თუ ვიწამებ ხო გადარჩენი. ეგ ახსენი ეგ, ნახე, რატო გეთვლება ცოდვა, რა იმიტომ რომ კარგად ახსენი. ხო, მარკოის სახარება მთავრდება ასეთი მოხლებით რომ იესო აგზავნის 12 მოწაფეს ეუბნება სანამ ამაღლებისას რომ წადითო, მონათრეთ ისინიო და მონათრეთ და ვინც ირწმუნებსო, ხო. ის გადარჩებაო და ვინც არ ირწმუნებსო, ის დაიღუპებაო და დაისჯებაო რა. დაისჯებაო და ავტომატურად ვისაც არ წამს იესო ქრისტესი დასჯილია უკვე. ანუ გადარჩენილი აღარ არის, ხდები, ვისაც არ წამს. ხო, თავისთავად, უკვე იმამაგას ნიშნავს. ეხლა გვეკითხებიან, ქალიშვილი რა შუაშია დედასთან ერთადო? არა, ქალწული შვილი მოყავდა, ვერ გავიგეო. არა, ქალიშვილი ქალწული იყო. ნახე აბა ის მოხლე. მოწერილებში ლევიანთა წიგნის რო არის, მაგ ქალიშვილზე რო ეხება. აი, ვინც ცოლად ითხოვს ქალიშვილს და მის დედას, ეს გარყვნილება იქნება.
ცეცხლში უნდა დაიწვან კაციც და ქალებიც, რომ არ იყოს გარყვნილება თქვენ შორის. ქალიშვილი და მისი დედა რანაირად უნდა ითხოვოს კაცმაც ხო აი რანაირად უნდა. ეს შეგიძლია ნახოთ ლევიანთა წიგნის მე-20 თავის მე-14 მუხლში. მოსეს ღმერთი აი ესეთ რაღაცას ეუბნება თავის შეეული ერს. ნუ მე რო ამიგონებია. ისე წერია ხო იქ. გუში და საფატრებო საიზე შევედი და იქაც ეგრე წერია. არა მე გავაზიარებ მე დაიში. ესე იგი ნახე რა ხდება რა. თუ იესოს არწმენა უკვე ცოდვა და მე სასჯელი მელოდება არანაირი გამართება მე არა მაქვს, რაც არ უნდა კაი ადამიანი ვიყო. რა ხო რაც უნდა თქვათ ეხა მე ნახე სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი ვარ რა, არა ვარ ქრისტიანი თქვა და არ წამს იესოსი. ანუ მე ჩემთვის ვერანაირად ვერ მოკვდა იესო ქრისტე. ვერც პოტენციურად მომავლისთვის მოვინანიებ, ვერც ახლა. ხო და რანაირად მიწახიან მაშინ ყველასთვის არ მოკვდა, ვიღაცას არჩევს. ანუ რაღაცა დადგენილი ის არის რომ თუ ყველასთვის მოკვდა, მაშინ ჯოჯოხეთი საერთოდ დაცალიანებულა და ეგ არის. დაუცალიანებია ჯოჯოხეთი, რას ვეძი? ნიკოდემოსის მართალი ყოფილა მაგრამ. თუ იესოს არწმენა უკვე ცოდვა, ავტომატურად მაშინ ქრისტე ცოდვილებისთვის როგორ მოკვდა? ის ცოდვილებისთვის არ მოკვდა, რანაირად მოკვდა ცოდვილებისთვის კაცო. აგერ მე ვიძახი რომ იესოსი არ მცავს თქვა სიტყვაზე, ხო? არა ვარ ქრისტიანი. ჩემთვის როგორ მოკვდა იესო? შენთვის აღარ მოკვდა. აღარ მოკვდა, ესე იგი მე უნდა მითხრა წადი რა შვილო რა, დაგვანებე თავი. შენი საქმე არ არის მართლმადიდებლობა და რაც გინდა აკრიტიკე. ნუ კი ბატონო, მადლობა ღმერთს. ნუ დამიხსნა თქვენი ხელი. ეგ ლაშვალებაც არსებობს. რა თქმა უნდა, თავისუფალი არჩევა. აი ითი ვარ თავისუფალი. თუ წინასწარ იცოდა ღმერთმა რომ მე ეგეთი შემთხვევა მომივიდა რომ კითხვას დავსვამდი და მე იქ აღარ ვიქნებოდი, ხო? ესე იგი ამაში მონაწილე თვითონაც ყოფილა. ის ხო წინასწარ მწოდნი არის, არ იცოდა წინასწარ რა მოხდებოდა, კაცო? ხო, აბარა. ეხლა ნახე შენ. თუ გადაგვარჩინა, მაშინ რისგან გადაგვარჩინა იესო? ეს კითხვები ხდება რა. შვიდობა სოფლიოში. აქედან გამომდინარე ჩნდება ესე იგი ეხლა მოკლე ანალიზი რა, მოკლე ანალიზი. ეს არის წმენა, თუ იესოს წმენა არა გაქვს, შენ იესოს სიკვდილი არ მოქმედებს შენზე, არ ჭრის, მე რა რომ მოკვდა ისა, იმიტომ რომ შენ იესო თვითონ გეუბნება, ვინც ირწმუნებს, ის წონდება და ვინც არ ირწმუნებს, იმას რასაც მოციქულები გეუბნებიან, ის უკვე დასჯილია და არანაირი გამართება მას აღარ ექნება. რაც უნდა სალტოები აკეთო და მართლმადიდებელი ვარ და იძახო და ქრისტიანი ვარ, შენ თუ იესოს წმენა არა გაქვს? არ მისდევ. იესოს წმენა რა არის? ვისაც ჩემი სწამს და უყვარს ჩემი თავიო, ის შეასრულოს რაც ვამცნევ, ხო? რა ვამცნევ? გიყვარდა ჩემი ინტერიო და რავი, რაც იესომ თქვა, რომ ეს ვასრულებ. გაშვებულს მით შეიტავს ბრუშოვსო და 24 თავი მეორე დუში წაიკითხე, ქალს უფლება ჰქონდა პირველ ქმარს გაყოლოდა და ყუდა მეორე ქმარად გაყოლოდა ცოლად. და დღეს ქრისტე გეუბნება რომ ვინც გაშვებულში ხო. როგორ არის იესო მოსეს ღმერთი, როცა ადრე ქალს უფლება ჰქონდა თქვა მეორე კაცზე და დღეს ქრისტე გეუბნება რომ კაროჩი ვინც გაშვებულში ერთავს მრუშობსო რა პონჩი. ანუ იმ დროს რაც კანონი დაადგინა ეს მოსესგან ღმერთმა ხო უთხრა გაშვება მეორე ქმარს ისა იმ დროს მუშობა თუ თვლიდა ღმერთი აკოლინე და ეგ ხალხს ვინც მეორე თხოვდებოდა ისეთ ქალებს და მე მოვიდა ქრისტე და რაღაც შეცვალა ანუ მოსე დაადანაშაულა მრუშობაში დაფიქრდი პროსტა ო მართალია ეხა უყურე თუ გააკეთა ღმერთმა რაღაც ეს სამყარო ხო რაღაც ხო შექმნა ანუ ქმედებას ეწოდება რაღაცა თვითონ არ არის რაღაცა ხო ანუ ის არის ზეარსი გონია ხო და რაღაცას აკეთებს ანუ შექმნა ქმედება გააკეთა და მე რა თქვა რომ მოეწონა კაი ჩვენ ადამიანები ვართ ხა შეიძლება რაღაცა გავიფიქროთ გონებაში ოცნებაში დავხაზოთ რაღაცა და მოგვეწონოს და მე გავაკეთო და თქვა აი ნახე რა კაი გამომივიდა ხო ეუბნებოდი მომეწონებოდა მაგრამ იმა ხო წინასწარ იცის კაცო რასაც ხო თქვა და იქნაო ხო და რას ქვია გააკეთე და მოეწონა რა არისო დაქცევა და მოეწონა ხო რა მოეწონა რა პონჩი ხო რანაირად თავიდანვე ხო იცოდა რომ თავიდანვე გამოდის რომ ესე იგი ჩვენაერი რაღაცა ადამიანია რა ჩვეულებრივი ანუ ფიზიკური ღმერთია ხვდები ანუ ჩვენაერად ფიქრობს ადამის შექმნა და ადამიანზე ამბობს არ ვარგა მარტო ყოფნაო არ იცოდა რას ქმნიდა ხო და არ თავიდანვე არ იცოდებოდა რომ არ ვარგებოდა ხო ანუ რაღაცა არ ვარგებდა ტესტებს უტარებს ეთქო მე ცხოველები მივუყვანა ადამიანს ხო ისო იქემა შემწეიპო ცხოველებში და ცხოველებში შემწერა და უნდა მოეძებნა კაცო აი ნეკინა გამოვაყე და შეუქმნა ევას ა მე მოტვინა რომ ევა ჯობიაო ცხოველებთან ვერი ბავშვი არ ვიცი ზუსტად თალმუდის მიხედვით თუ რაღაც არის აი ცხოველებიდან კავშირი და ცხოველებთან ურთიერთობები რა ბიბლიაში ხო წერია ცხოველს არ გაიკავოს ამიკინტრო და რაღაცაო ანუ ეგეთი ის იყო რა თეორია რომ ანუ ადამიანები ცხოველებთან სქესობრივ ურთიერთობას ამყარებენ
და ამას ლევიანთა წიგნში ეუბნება ღმერთი ებრაელებს, რომ ქალი სამი კინდროთან მივიდეს ცხოველთან, ანუ ცხენთან ან რაღაც ესე და კაცი არ მივიდეს იმ ცხოველთან არ დაიჭირეს ურთიერთობა. ამას ღვთისმშეულებს ეუბნება რა. და დაფიქრე ამას იესო ეუბნება? სამება ღმერთი ეუბნება? ეხლა ნახე. თუ მე წინასწარ ვიცი რასაც ვქნი, რას ქვია მომეწონოს, არ ვიცოდი თავშივე რას ვქნი? წინასწარმეტყველი როგორაა ის? ვისაც წინასწარ ანახეს მომავალი ანგელოზები. აი ენოქიო აიტაცაო. ზეცაშიო და რა მოხდებოდა? ეს კორპუსები რო აშენდებოდა, ესეც მომავალში ანახეს თურმე? ჯერ ენოქის დროს და იმ დროს. ენოქს დაწერილია, ეგენი? იესოს დროს კორპუსები იყო? არ იყო. მაგრამ რომის დროს რომში იყო კი კოლიზიონის შენობები იყო კი რომის დროს იყო შენობილობა გავრცელებული. მაგრამ ის რომ აი სახლები აშენდებოდა მაღალსართულებიანი და ეგეთ რაღაცები არ არის. რომის დროს ეგეთ რაღაცა არ მახსოვს. ნუ რაღაცა არის რა ვიცი ხა. ეს ენოქი წერს რომ მომავალშიო შორეულ მომავალს თაობებში აი სახლებს ააშენებენ. ენოქის დროს სახს რა უნდოდა? ესე იგი ეს ტექსტი დაწერილი არის მე ვფიქრობ არა ენოქის მიერ, არამედ ენოქ ქრისტემდე ანუ 200 წელი სადაც უკვე შენობები იყო აშენებული. და არც ბიბლიაში არ დაწერია პირამიდების შესახებ. ენოქი ხო ქრისტემდე იყო ისედაც. ენოქი პიროვნება კი ბიბლიური იყო ქრისტემდე. წარღვნის წინა პერიოდი, მაგრამ შენობები რა შუაშია. ენოქის დრო შენობები არ იყო, მეკარვე იყო, მეჯოგერი იყო, დაჟე აბრაამსაც ახლა შენობა. ის წერს შენობებზე, სახლებზე, რომ ააშენებენ სახლებს. ანახეს ანგელოზება რა. ეს წინასწარ ხო. დაიცოდა წინასწარ თუ ეს იქამდე ცხოვრობდა. ესე იგი დაწერილია იმ პერიოდში, როდესაც შენობები იყო. უკვე. აბა ეხლა ნუ ხარ აიცოდა ში ანგელოზება ანახეს. თუ ანახეს რაღაც გვერდჩიან ძმაო, მაშინ რა წინასწარ ყოფილა გამწირებული. ვინ არის წესში, ვინ არ არის წესში. ხო. ხო, და ეხლა ნახე რა ხდება რა, სად მივყავართ ამ ლოგიკას. წინასწარმეტყველი როგორ არის, ვისაც წინასწარ ანახეს მომავალი ანგელოზები. და თუ წინასწარმეტყველებ რომ ეს აუცილებლად ასე უნდა მოხდეს, აი თქვა კორპუსები აშენდეს, ხო? ესე იგი მე დავგეგმე წინასწარ. ეს უნდა მომხდარიყო. და დავდგე ეს სცენა. ხო. ეს უნდა მომხდარიყო. ქრონოლოგიურად როგორც იესოს ჯვარცმ თქვა. ხო. ამომ წინასწარ რაღაც დაგეგმა ეს. ხო. და გამოდის დამნაშავე მე ვარ, დამნაშავეც მე ვარ ამავდროულად. ხო, ის დამსაჯულიც მე ვარ. ის არის დამნაშავე, რომ ესე უნდა ყოფილიყო. ანუ ეს სცენა მე შევთხზი, მომავალში ესე უნდა მოხდეს. შეკაი ადამიანი წესიერად დაგეკითხა. ანუ მე ახლა რას ვიძახი ბოროტეულსაც და უმციკლოსაც ერთნაირად უყავს იგივე ხო წერია იობის წიგნში ხო? ანუ დამნაშავეს თვითონ არის პრინციპში. კაენის ნიშანი დაადო, არავინ მოკლა ჩემიანიაო, ხო არა და ძმა მოკლა. ეხლა კაენის რა ნიშანი უნდა დაადო, როცა გეუბნება თვითონ ღმერთი რომ ადამიანი თუ კაცმა თუ კაცი ცემაში მოკლა, ისიც ცემით უნდა მოკვდეს. ხო. და ასეთი ღმერთი ეუბნება კაენის ნიშანს ადებს რომ კაენს არ გაეკაროს. საკუთარ ძმის კლეს იცავს და ვიღაცამ თუ ცემაში შემოაკვდა კაცი, ის ცემით უნდა მოკვდესო. ეს ძალიან ის არის. პარადოქსალურია. ძალიან ისეთი საკითხია, ხო? პარადოქსალურია. თელი ბიბლია არის სიტყვებზე ხტუნაობა რა. ისიც არის, ესეც არის. ეხლა ნახე შენ კიდე რა ხდება. თუ წინასწარ დაგეგმა და ასე უნდა მომხდარიყო, არა, ენოქის წინასწარმეტყველებაში. ეგ რატო არის, იცი ერთი თვით ეს აზრი მინდა დავუფიქსირო რა. ნახე, ეხლა რომ მიდიხარ, აი ღმერთი, აი მე ხო ვარ დედა, კაი, დავანებოთ ღმერთს თავი რა. მე ვარ დედა. და მყავს პირობითად 2 შვილი, ხო? და მოვიდა ეხლა ჩემი 2 შვილი და პირობითად ერთმა დახატა კარგი ნახატი და მეორემ რაღაცა გააკეთა, ნუ რავი, მოქსოვა წინდა პირობითად ვიძახი რა. და ნუ რა ხდება ეხლა იმისი კარგი ნახატი იმას ვეუბნები რომ აუ შენ ის რაღაცა საუკეთესოა და შენი არ მომწონს. ანუ ესე იგი ეს შუღლი რაც ჩამოვარდა, მე ვარ დამნაშავე, ხო? ხო, აბა, არიცოდი რომ ამას რომ ვეუბნები არ მომწონს. ბიჭო, იმას რა შეეძლო ის გააკეთა და ამას რომ ვეუბნები იმას რომ ვეუბნები მომწონს. შედეგი რა მოყვებოდა ხო იცი კაცო? არ მომწონს, ანუ ამათ შორის რომ ის შუღლი გაჩნდებოდა. მოხდება და შური ჩნდება. ვინ არის ამაში? ვინ პროვოცირება? ვინ მოახდინა? მასწავლებელი არის ღმერთი ხო? შობელი. დედამ მოახდინე მე, როცა შემეძლო რომ მეთქვა რომ ორივე კარგია. ისიც მოიფერო, ამასაც მოიფერო. კარგია, ეს შენი უნარით კარგია. ეს ამ კუთხით არის კარგი, ის იმ კუთხით არის კარგი. ეხა აბელისა მოეწონა და კაენისა დაეწონა და ისე. ანუ მე რა მოხდა? აბელმა მოკლა კაენი და ნიშანს ადებს კაენს. ყველელი ვინ გამოდის?
მკვლელობის ვის უბიძგა? პროვოცირებელი ვინ გამოდის? ეხლა იმ მარკელმა რა თქვა, იცი, ფაზისელმა მარკელმა. ხო. კაროჩე, როცა იციო რომ ადამიანი ნაყოფში ჭამს და მოკვდება და შენ ამაში არ ეხმარები, ხო? ხელს არ უშლი. შენ მკვლელობის თანამონაწილე გამოდი. და ერთი წუთი ის ნაყოფი შენ შექმენი. ო, ის სიტყვით ეგრევა, მეორე ნოქში აწერია. ის ნაყოფი შექმნიდი იმ ნაყოფს. მეორე ნოქში აწერია, იცი? ადამიანსო ქალი შეუქმენ იმისათვის, რომ ქალისგან მოსულოდა სიკვდილიო, მისი ცოლისგან. მოსულიყო სიკვდილიო. ქალისგან მისულოდა სიკვდილიო, კი. ანუ ადამი თავიდანვე მოკვდავი შეუქმნია. თავიდანვე გარდა სიკვდილის მაგა შეუქმნია. ეგრე გამოდის, ხო? ეხლა გავაგრძელოთ, ნახე. ლაივში ვარ და მიდეკავს. თუ წინასწარ დაგეგმა და ასე უნდა მოხდარიყო, მაშინ რომელი მსახიობი ამბობს უარს თავის როლის შესრულებაზე. ხვდები? ხო. აი ეს ხო დავგეგმე, ხო, თქვა, ცუდიც მე ვარ, კარგიც მე ვარ. ანუ თუ იძახია რომ თავისუფალი ნება გაქვს და შენ სცენაში ხარ. ანუ ჩვენ ეხა სცენაში ვართ, ხო? რომელი მსახიობი? სცენაში თუ ხარ თავისუფალი როგორ? რანაირად ხარ, ხო? რომელი მსახიობი ამბობს თავის სცენარზე უარს? არა, თავის სცენარზე არა, თავის სცენარში, რასაც მისცემენ, იმას იძახის. ხო. ის თავისი თუ არ დგავს იმას, თავის იმას რა ქვია. ხო. არის ცოტა ღმერთმა თავიდან რომ ადამიანის მარტო ყოფნა არ ევარგებოდა. კაი. ლაივში ვარ, ლაშა ლაივში ვარ და ეხლა წერს. კაროჩე, ეხლა შემდეგი საკითხი არის ეგეთი, აი შეგიძლია ის წაიკითხო, მარკო ესახარება მეშვიდე თავი, იმიტომ რომ გუშინ წინ დამისოს ესეთი შეკითხვა. ხო. ლევანო იესო ქრისტეშიო ცუდი რა ნახეო სახარებაშიო, რომ შენო ასეო მოიხსენეო აგდებულა თუ რა, ანუ მეშვიდე თავის 24 მუხლი? ხო, აი მაგიდან დაიწყე. მარკოზის სახარება წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა. მარკოზის სახარება არ უნდა მარტო ხო. წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს. შევიდა სახლში და უნდოდა ვინმეს გაეგოეს, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. ხო, მერე გწელდება. რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა. მივიდა და ფეხქვეშ ჩაუვარდა მას. იესოს. ხოლო ეს ქალი წარმართი იყო ტომით ასურფინიკიელი და შეევედრა გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისგან. მაგრამ იესომ უთხრა, მაცალე ჯერ დავაწყო შვილები. სად გაგონილა? შვილების წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. ქალმა პასუხად მიუგო, დიახ უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხო ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასოფლავს. დაამთავრე? და უთხრა მას, მაგ სიტყვისათვის წადი, გამოვიდა ეშმაკი შენი ასულისგან. მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გასული იყო მისგან. ეხლა ნახე შენ აი და ვიღაცა მართლმადიდებელი აი მამაოები მარო იციან ხოლმე რომ ჩვენი ერთმანეა და ჩვენი მამაოს რას ვეჭი თვითონ მამაობას მარტო მდლობას არ ნიშნავს. მამაო იყო ელიაც და მამაო იყო ის ასურეთის მხედართმთავარი მამაოთი მიმართავდა. ხო. ეგრე აგერ რა ქვია მაგას კაცო. ერების მამა ეწოდება აბრაამს და ჩვენთანაც ხო არის ხოლმე რაღაცა ვინც გლავნი არის მამათი მიმართავდა. ჩვენი მამა მარჩენალი ხო. ხო. ეს არის მამა მარჩენალი. ხო. ხო და ეხლა ესეც საკითხი ხდება რა, ქრისტემ თუ ასურფინიკიას, რომელიც მუხლებში ჩაუვარდა, სთხოვა ეშმაკეულშვილის განკურნება, სანამ არ დაამცირა. ძაღლი უწოდა. ძაღლი ხო? იქამდე არ განუკურნა თავისი. ძაღლი რა დაუწოდა? ეგრე არის, ანუ ებრაელი ხო იყო ქრისტე რა. ებრაელებს აკრძალული ჰქონდათ წარმართებთან პურიშჩა და ლაპარაკიც კი. და იესოს იდეაში, ანუ ჩვენ ქართველები და ნებისმიერი ვინც არ არის ებრაელი, ხო წინ დაწოდები. ყველა ძაღლები იყო. ხო, აბა რო ეუბნება მოციქულებს, ძაღლებს წინდეს უნდა უფენთო, ჩვენაერებს ეუბნება. ანუ ჩვენ ძაღლები გამოგვიყვანა იესო. და არა მარტო ძაღლები ხორებს მარგალიტეს. ხორები ეგ უკვე ნამეტე, ხორი იცი როგორი ანუ იდეოლოგია ებრაული, ხორი არის ის ვინც თორას არ კითხულობს. ანუ თუ კითხულობს და უარ აინტერესებს რა, რომ ფეხებზე ვიყიდი რა. ანუ არაებრაელს თორის საკითხის უფლება აკრძალული აქვს. მაგრამ არის მეორე კატეგორიაც თალმუდის მიხედვით, რომ არაებრაელს შეუძლია თორის წაკითხვაც, არა მარტო წაკითხვაც, არამედ სხვასაც ასწავლოს. ანუ ორივე რაღაცეებია რა.
ჭურაობი წერს აი ვეღარ ფიქრობ ხოლმე ხა მომდა მას მოწე ვინა ნაშა შენ თუ ისრაელი ხარ ეხლა მე ესეც საკითხი მაქვს რა და მე შენი ბატონის ძაღლი არ მინდა მე შენი ბატონის ძაღლი არა ვარ რა და მის ნარჩენებს არ ვჭამ იესომ თუ მე ძაღლი მიწოდა მე რატომ არ მაქვს უფლება რომ მას უწოდო ებრაელი ვირთხა იმასაც არ გაუთხრა ნუ იმანაც რა უთხრა რომ ხო აბა იმან დაუჩოქა და ნარჩენებს ჭამენო ძაღლი ბოლომდე ხო რა დააჯმევინა თავზე ასე თქვა რა მიწასთან გაასწორა და მე განუკურნა იმისი ქალიშვილი და რაღაც მანამდე განეკურნა თუ შეიძლება არა ჯერ ხო უნდა დაესხა თავზე და ძაღლი ხავდა რა ძაღლი ეწოდებინა და ამანაც თუ შეიფერი ნახე აი პროსტო დაუკურდი რა იდეოლოგია დევს ახლა ებრაული იდეოლოგია დევს ესე იგი შენ თუ აღიარებ ებრაელების ნაშე რომ მათი ძაღლი ხარ და მათი ისახა რა ქვია გადმოცემისა ჭა ფინი კი თუ რა აი ეხლა თქვენ რომ შევჭამეთ თქვათ ბულიონი რო გაკეთე ქათმის ხორცო შევჭამე და იცვალე რომ გადაგეგდო ძაღლისთვის რა და ისიც მადლობა მათიერი დარჩებოდა ხო შენ თუ აი ძაღლს დაემსგავსები და ებრაელთა სუფრიდან გადმოგგზავნე და რაღაც საჭმენები და ნარჩენები და შენც იკვებები შენ ამ კუთხით იესო ქრისტე განგიკუნავს ყველანაირ ნეულებას და ბათელიერიც უნდა დარჩება ბათელიერიც უნდა დარჩი აბა როგორ ეხლა ის გასუფრალი ხო და ხალხო ვისაც იესო ქრისტეს იწამთ რა თუ შენ ხარ ისრაელი იმიტომ რომ იესო ისრაელის დაღუპული ცხოვრებისთვის მოვიდა და არა ქართველებისთვის მე შენი ბატონის ძაღლი არა ვარ და არც მის ნარჩენებს არ ვჭამ თუ შენ ხარ ერთი ასეთი და გინდა რომ იყო ძაღლი რომელიც ჭამს ნარჩენებს რომელსაც პატრონი უყრის ეს შენი პრობლემაა ასე რომ ნუ შემაწუხებ და წადი ძაღლის სახში აბა თქვენიც ბევრს არ ესიამოვნება მაგრამ ეს მაგარი არ მაინტერესებს სიმართლე უნდა ითქვას რა დავშალეთ ლაივი